მე-18 საუკუნის დასაწყისში ინგლისში საკმაოდ წავე დებატები გამოიწვია იმან, რომ მაგალითად კემბრიჯის და ოქსფორდის პროფესორ მასწავლებლების ხელფასი 5 ფუნტი გირვანკა სტერლინგი და მაშინ საკმაოდ დიდი ფული იყო, ეს 5 გირვანკა სტერლინგი არ იყო საკმარისი ანაზღაურება. და ვეღარ ყიდულობდა იმდენ საქონლესა და მომსახურებას, რასაც თქვათ მანამდე. შესაბამისად დადგა საჭიროება იმის თუ რომ გამოეკვლია თუ რა მოხდა და რა შეიცვალა რეალურად. ეპისკოპოსმა უილიამ ფლიტვუდმა დააპირა რომ გამოეკვლია ეს ყველაფერი ინგლისის მაშინა ძალიან კარგი არქივი ჰქონდა, ანუ ჰქონდათ ფასების ჩანაწერები, ვთქვათ წინა საუკუნეებში რა ფასი ჰქონდა სხვადასხვა საქონელს და უილიამ ფლიტვუდმა პირველად ისტორიაში მათემატიკურად დათვალა ფასების ზრდა, ანუ ინფლაცია. როგორ გააკეთა მან ეს? მას შეადგინა რაღაცა საშუალო კალათა, რასაც ჩვეულებრივი ინგლისელი იმ პერიოდში მოიხმარდა, ვთქვათ რაღაც პური, კვერცხი, ცხვრის ხორცი, ლუდი ელი და ვისკიც ალბათ და შესაბამისად დათვალა რა ღირდა ეს ყველაფერი თქვა მე-15 საუკუნეში, მე-16 საუკუნეში და რა ღირდა უკვე მე-18 საუკუნის დასაწყისში და როგორც აღმოჩნდა 5 გირვანკა რასაც ყიდულობდა მე-15 საუკუნეში, ამას უკვე მე-18 საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 28 გირვანკა სტერლინგი დაჭირდა. ანუ უილიამ ფლიტვუდი ეპისკოპოსი არის პირველი ადამიანი, რომელმაც მეცნიერულად დათვალა მათემატიკურად ინფლაცია და ის ითვლება ამ თემის მამამთავრად, ასე ვთქვათ. ნუ შემდეგ მოყვა ამ თემას გავრცობა და უფრო ზუსტად და მეცნიერულადაც დაითვალეს, რა თქმა უნდა, ფასების ზრდა. გამარჯობა, მე ვარ გიორგი კეპულაძე, ეკონომიკური მიმოხილველი და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ სულ რატომ იზრდება ფასები. ჩვენ სულ გვიკვირს, ხო, რომ რატო ხდება ისე, რომ ჩვენი შემოსავლები ვერ ეწევა ჩვენს ხარჯებს, ხო? ჩვენ შემოსავალი შეიძლება ოდნავ გაგვეზარდოს კიდეც, მაგრამ ფასები ისე სწრაფად იზრდება ხოლმე, რომ ჩვენი შემოსავალი აღარ ყოფნის იმისთვის, რომ პირობითად რასაც 1 წლის წინ ვყიდულობდით, იგივე რომ შევიძინოთ წელსაც იგივე თანხად. ანუ ფასების ზრდა ხდება. რა არის ფასების ზრდა? ხო, ფასების საშუალო დონის მატებას ინფლაცია ეწოდება ეკონომიკაში, თუმცა ხალხისთვის ეს პოპულარულ ენაზე ეს არის ფასების ზრდა, რა თქმა უნდა, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, ეს არის მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. მაგალითად, საქართველოში ბოლო წლების ყველა გამოკითხვაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც მოქალაქეები ასახელებენ, ეს არის უმუშევრობა პირველ ადგილზე გადის როგორც წესი და ფასების ზრდა და ხელფასები. ანუ ის რომ ფასები იზრდება და მას ჩვენი შემოსავლები ვეღარ ეწევა. რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ისე, რომ ფასები გაიზარდოს, მაგრამ ჩვენი შემოსავლების გაიზარდოს და ჩვენი ხარჯები და დავეწიოთ უბრალოდ ამ ხარჯებს. ამისთვის პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ თუ რა არის, ხო, ეს ფასების ზრდა და როგორ ვითვლით ამ ფასების ზრდას. ფასების ზრდას საქართველოში ითვლის საქსტატი, არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც მუშაობს ამაზე და როგორ ითვლის ახლა ეს ფასებს, საშუალო ფასებს, ხო? არის გარკვეული სამხარებლო კალათა შედგენილი და საქსტატი აფიქსირებს ამ კალათის კომპონენტებს და ყოველ წელს ეს კომპონენტები იცვლება, მაგალითად წელს არის 305 კომპონენტი ამ კალათაში შემავალი, როგორც არის საქონელი, ასევე მომსახურების ღირებულებაც და საქსტატის თანამშრომლები საქართველოს 6 დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, თელავში და ზუგდიდში და დადიან სხვადასხვა მაღაზიებში, ბაზრებში, სუპერმარკეტებში, ტექნიკის მაღაზიებში და აი ამ 305 კომპონენტის ღირებულებას არკვევენ. ამ 305 კომპონენტში რა თქმა უნდა შედის არა მხოლოდ საქონელი, როგორც გითხარით, ასევე მაგალითად კომუნალური გადასახადები, რასაც მოიცავს, ხო? რაც გვჭირდება სახლისთვის, ელექტროენერგია, გაზი, წყალმომარაგება და დასუფთავებაც მათ შორის. ყველა ამ კომპონენტს აქვს თავისი წონა. ეს კომპონენტები ჩაშლილია 12 ჯგუფში და ყველას აქვს თავისი წონა. ყველაზე დიდი წონა, რა თქმა უნდა, აქვს სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს, ეს არის დიდი ჯგუფი, რომლის წონაც 2025 წელს არის დაახლოებით 35% მთელ ჩვენს საერთო ფასების ზრდაში და ცვლილებაში. ასევე მნიშვნელოვანი ჯგუფია ტრანსპორტი, სადაც ეს საწვავის ფასით შედის, 11% ამაზე მოდის და დაახლოებით 10% მოდის კომუნალურ მომსახურებაზე და ნუ შედარებით ნაკლები უკვე სხვა ჯგუფებზე იქ არის განათლება, თქვათ ავეჯი, სახლისთვის საჭირო ნივთების შეძენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე
მაგალითად, აი მარტის დასაწყისში გამოქვეყნდა თებერვლის ინფლაცია და ჩვენ გავიგეთ, რომ თებერვლის ინფლაცია არის დაახლოებით 3% წინა წლის თებერვალთან შედარებით. ანუ როგორ გააკეთა საქსტატმა? შეადარა წელს რომ დათვალა ეს სამხარებლო კალათის ფასები როგორია, შეადარა წინა წლის თებერვალს და აღმოაჩინა, რომ დაახლოებით საშუალოდ ამ კალათის ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 3%-ით. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება რაღაც სურსაზე მეტად გაიზარდა, რაღაცაზე შეიძლება ცოტათი დაიკლო კიდეც ფასება, მაგრამ ასე ცალ-ცალკეც გვაძლევს ამ ჩამონათვალს საქსტატი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თლიანობაში ამ კალათის ღირებულება გაიზარდა. ანუ მან შეადგინა სამხარებლო ფასების ინდექსი და ამ ინდექსის ცვლილება წინა წლის თებერვალთან შედარებით გამოვიდა წლიური ინფლაცია. წლიური ინფლაცია 2025 წლის თებერვალი შედარდა 2024 წლის თებერვალს. ასე ითვლის ანუ საქსტატი და ზოგადად ეს არის საერთაშორისო მიღებული ნორმები და ამ ნორმების მიხედვით მუშაობს სწორედ საქსტატი და მისი მეთოდოლოგიაც არ არის რაღაც ქართული know-how, როგორც გითხარ ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ინგლისში დაახლოებით ამ პრინციპით დაითვალეს მაშინ კალათა და მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ის წონები რაც ენიჭება თითოეულ ამ ჯგუფს და როგორც გითხარით საქართველოში 35% რატომ მოდის ხო სურსათზე? იმიტომ რომ ჩვენი მოხმარების დიდი წილი სწორედ მოდის რაღაც საკვებზე და აი სურსათზე რასაც ჩვენ მოვიხმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაჭირებული ადამიანია ქვეყანაში და ისინი თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავენ სწორედ სურსათზე ან მედიკამენტებზე, თქვა განსაკუთრებით პენსიონერები, მარტოხელა პენსიონერები, ხო? მათი ძირითადი ხარჯი სწორედ ამაზე მოდის. სურსათზე, თქვა იქ ტრანსპორტზე შეიძლება მოდიოდეს მცირე ხარჯი, მედიკამენტებია მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა კომუნალური გადასახადებები. ამიტომ მათ რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო დიდია სურსათის წონა მთლიან ამ სამხარებლო კალათაში. ახლა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ თუ რა იწვევს ამ ფასების ზრდას. ხო, ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ჩვენი მით უმეტეს აღქმა ისეთია, რომ ფასები მუდმივად იზრდება. რაღაც ტემპით ფასები რა თქმა უნდა ძირითადად იზრდება, არის ხოლმე ფასების შემცირების ეტაპიც ხოლმე ზოგადად ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ძირითადად ფასები იზრდება. თუ ფასები იზრდება ნელ-ნელა, თქვა აი 1, 2 ან 3%-ით საშუალოდ, ეს არის მიღებული ფორმა სოფლიო ეკონომიკაში და სხვადასხვა ქვეყნებისთვის მათ აქვს განსაზღვრული რაღაცა ნიშნული სამიზნე ინფლაციას ეძახიან, რომლის ირგვლივაც თუ იქნება ინფლაცია, ეს არის ნორმალური ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და რატომ ახსნი ამასაც. მაგალითად, საწარმო, როდესაც რაღაცას აწარმოებს, ან რაღაცა ბიზნესი, როდესაც სთავაზობს მომსახურებას თავის მომხმარებლებს, ხო? მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავისი წარმოება გაზარდოს. იმისთვის, რომ მან მეტი აწარმოოს, რა თქმა უნდა, მას ჭირდება ხანდახან ამ ფასების კორექტირება, რომ მეტი ადამიანი დაასაქმოს, უფრო გაზარდოს თავისი წარმოება და თუ მას არ ექნება мотиваცია, რომ მის წარმოებულ საქონელსა თუ მომსახურებაზე ფასები გაიზრდება, რა თქმა უნდა, ის ვეღარ აწარმოებს იმდენს, რასაც მანამდე და შესაბამისად ეს ეკონომიკურ ზრდას შეანელებს და ეკონომიკურ აქტივობას ზოგადად შეანელებს. ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი როგორც მეცნიერულად დადასტურებულია, არის ფულის ბეჭდვა. და რატომ შეიძლება იყოს? ხო, შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ რა მოხდა ხა, ბევრი ფული თუ იქნება, ყველას თუ ბევრი ფული ექნება, ჩვენ მოვახერხებთ, რომ ვიყიდოთ ყველაფერი ის, რაც გვინდა და რისი სურვილიც გვაქვს. მაგრამ ეს ასე არ არის. და რატომ? იმიტომ რომ როდესაც ბევრ ადამიანს, თქვა, ვურიგებთ ფულს, მათ რა თქმა უნდა შეუძლიათ უფრო მეტი რამ იყიდონ. ისინი შესაბამისად ზრდიან მოხმარებას და ეს მოთხოვნა იმდენად იზრდება, რომ ბიზნესი უკვე ამას ვეღარ ეწევა და ბიზნეს შესაბამისად უწევს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ფასების ზრდით, იმისთვის რომ მან გაზარდოს წარმოება, როგორც გითხარით, იმიტომ რომ არსებულ მოთხოვნას ის ძველი ფასებით ვეღარ აკმაყოფილებს და მას უწევს ფასების და ანუ ბევრი ფულის დაბეჭდვა არის პირველი წყარო ინფლაციის და იმის მაგალითები, რომ ფულის ბეჭდვა იწვევს ინფლაციას და ხშირ შემთხვევაში ჰიპერინფლაციასაც ძალიან ბევრი გვაქვს მსოფლიო ისტორიაში. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია, რომელსაც მოგეხსენებათ ძალიან დიდი გადასახადები დაეკისრა როგორც წაგებულს პირველ მსოფლიო ომში, ამისთვის გერმანიამ დაიწყო ფულის ბეჭდვა, ბანკნოტების ბეჭდვა, რამაც გამოიწვია ქვეყანაში მნიშვნელოვანი ჰიპერინფლაცია.
ასევე მნიშვნელოვანი ინფლაცია იყო უნგრეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იმდენად დიდი იყო ინფლაცია, რომ მათ 10 მილიარდ პენგოიანი ბანკნოტების პენგო ერქვა მაშინ უნგრეთის ფულს და 10 მილიარდ პენგოიანი ბანკნოტების დაბეჭდვას კი მოუწიათ და ყოველდღიურად ორმაგდებოდა ფასები და ხუმრობდნენ კიდეც რომ რესტორანში რომ შევიდოდა ადამიანი წინასწარ ახდევინებდნენ თქვა შეკვეთილი საჭმელის ღირებულებას და სასმელის, იმიტომ რომ შეიძლება სანამ გავიდოდა ეს ფასები კიდევ გაზრდილი იყო. და შემდეგ უკვე უნგრეთმა შეცვალა თავისი ფული და მოახდინა ნოლები ჩამოაჭრა და შემდეგ უკვე უნგრეთის ვალუტა არის ფორინტი. ზიმბაბვეში იყო 2007-2008 წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფლაცია, ჰიპერინფლაცია უпростоრად, ჰიპერინფლაცია ნიშნავს ძალიან მაღალ ინფლაციას. თუმცა რაღაც შორს წავიდეთ საქართველოში 92-94 წლებში მოგეხსენებათ ქონდა დროებითი ვალუტა, კუპონი, როდესაც წლიური ინფლაცია 4,000%-იც კი იყო და მაგალითად ერთი პური 5 მილიონი კუპონის კი ღირდა რაღაც ეტაპზე. თუმცა შემდეგ როდესაც გადავედით ლარზე, $1 მაშინ თუ ღირდა 1,300,000 კუპონი, $1 გახდა 1 ლარი და 30 თეთრი და ანუ 6 ნული ჩამოვაჭერი, თუმცა სხვა ქვეყნებს გაცილებით მეტი ნულის ჩამოჭრა მოუწიათ. ეს არის ჰიპერინფლაცია, რასაც ხშირ შემთხვევაში სწორედ იწვევს ფულის ბეჭდვა. და ჩვენთანაც ხო რა პერიოდს დაემთხვა ეს 92-93 წლები მოგეხსენებათ, რა ვიცი, სამხედრო გადატრიალება, შემდეგ სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი, კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში და ნუ ხელისუფლების ცვლილება, კრიმინალური სიტუაცია ძალიან გაუარესებული იყო და სახელმწიფო ბეჭდავდა ამ კუპონებს და რა თქმა უნდა ამის შედეგი იყო სწორედ ის ძალიან მაღალი ინფლაცია, ანუ ფასების ძალიან სწრაფი ზრდა და რაც უფრო მეტ ფულს დაბეჭდებოდა, კიდევ უფრო მეტად იზრდებოდა ფასები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როგორც გითხარით, ფასების ზრდის. ასევე ფასების ზრდის მიზეზი შეიძლება იყოს, ვთქვათ, კონკურენციის ნაკლებობა. საქართველოში ფასებზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად მოქმედებს ლარის გაცვლითი კურსი პარტნიორი სავაჭრო ქვეყნების ვალუტებთან. ჩვენ ძირითადად ვაქცევთ ყურადღებას თუ როგორია ლარის კურსი დოლართან ან ევროსთან მიმართებაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორია ლარის კურსი თქვათ ლირასთან, რუბლთან ან აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებაში, რადგან ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან და თუ თქვათ ლარი გაუფასურდება ლირასთან მიმართებაში, ესე იგი ჩვენ გაგვიზრდება თურქული პროდუქციის შეძენა. ანუ უფრო მეტი ლარი დაგჭირდება თურქული პროდუქციის შესაძენად. შესაბამისად, იმპორტიორს რომ შემოაქვს ქვეყანაში რაღაც პროდუქცია, რომელშიც მეტი ლარის გადახდა უწევს, რას შვება პირველ რიგში ის? რა თქმა უნდა ზრდის ფას ამ პროდუქციაზე და ეს იწვევს ფასების საერთო დონის ზრდას. საქართველოში როგორც გითხარით, სამწუხაროდ ინფლაცია არ არის უცხო მოვლენა და ფასების ზრდა არ არის უცხო მოვლენა, ქონდა კიდეც ჰიპერინფლაცია და ეს არის მნიშვნელოვანი რაღაცა ტრავმა გვაქვს ისტორიული, შეიძლება ისტორიული მეხსიერება გვაქვს, ეს სულ გვახსოვს და რა თქმა უნდა საქართველოს ცენტრალური ბანკი, ეროვნული ბანკი ცდილობს რომ ეს ინფლაცია არ გაიქცეს და შებოჭოს. მაგრამ სამწუხაროდ ბოლო წლებში 2021 და 2022 წლებში ჩვენს გვქონდა საკმაოდ მაღალი ორნიშნა ინფლაცია 10 და 12% 21 და 22 წლებში. და რამ გამოიწვია ეს ფასების ზრდა და მაშინ იმდენად გაიზარდა ფასები რომ ახლა დღეს რო აღარ არის ისეთი მაღალი ინფლაცია და არის დაახლოებით 2-3%, მაინც აღქმა მოქალაქეებში არის იმის, რომ ყველაფერზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები. რატომ ხდება ახლა ეს? 2020 წელს მოგეხსენებათ იყო კოვიდი. რამაც გამოიწვია ძალიან ბევრი ინდუსტრიის გაჩერება, ბევრი ქარხანა, წარმოება სასტუმრო ბიზნესით, ანუ ტურიზმი საერთოდ გაჩერდა, რესტორნებში ან შესვლა იყო აკრძალული, ან დახურული იყო, ან მერე მხოლოდ, რა ვიცი, სამკაცვამდნენ ერთ მაგიდასთან და ამან რა თქმა უნდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც გამოიწვია ეკონომიკის შენელება. და რა გააკეთეს მთავრობებმა? არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, ხო? მათ მოქალაქეებს დაურიგეს ფული. ამას ეძახიან helicopter money, ანუ ერთფრენიდან გადმოყრილ ფულსაც კი ეძახიან ინგლისურად. ანუ რა გააკეთეს, რომ თუ შენ დარში თქვა კოვიდის გამო უმუშევარი სახელმწიფო გაძლევდა კომპენსაციას, სკოლის წინ 200 ლარი დაურიგეს ბავშვების მშობლებს, რომ სკოლის წინ რაღაცები შეეძინათ ბავშვებისთვის. ასევე თქვა რაღაც კომპენსაციები, თქვა სესხების გადავალება
დაავადება მოხდა და ანუ ადამიანებს ირიბადაც ფული დაურიგე შეიძლება ითქვას, რამაც გამოიწვია ის, რომ ჩვენ რაღაცა თანხა დაგვიგროვდა ყველას, მათ შორის მათაც ვინც სამსახური არ დავკარგეთ, ქონდა რაღაც დამატებითი დახმარება, ხო? და მით უმეტეს თქვა წარმატებულ ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი იყო ეს დახმარება, თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე $1000 მიიღეს ადამიანებმა. და რა გავაკეთეთ ჩვენ? ჩვენ დავიწყეთ რა თქმა უნდა ამ ფულის ხარჯვა, ანუ გავზარდეთ მოხმარება. და ხარჯვა მოუმატეთ. რამაც რა თქმა უნდა გამოიწვია ის რომ ბიზნესებს მოუწიათ წარმოების უფრო მეტად გაზრდა, ანუ ეკონომიკა რომ არ გაჩერებულიყო, მთავრობამ თავისი ამ ფულადი დახმარებით, ამ ჰელიკოპტერ მანის, ანუ ვერტმფრენიდან გადმოყრილი ფულის დახმარებით ხელი შეუწყო ბიზნესს, რა თქმა უნდა, იმაში რომ არ გაჩერებულიყო და გაჩერდა კი არა, პირიქით, უკვე 2021 წლიდან ყველაფერზე მნიშვნელოვნად დაიწყო ფასების ზრდა. ამას რა თქმა უნდა სხვა მიზეზების ჰქონდა, რომ იქ რაღაცა ტრანსპორტირება გაძვირდა, სხვადასხვა მათ შორის საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები გაძვირდა მნიშვნელოვნად უკვე 2021 წელს და 2021 და 2022 წელს ჩვენ მქონდა 2 წელი ზედიზედ საკმაოდ მაღალი ინფლაცია, რამაც გამოიწვია ის, რომ დღესაც შენარჩუნდა ეს მაღალი ფასები. და ხშირად კითხულობენ, ხო, რომ ეს ფასი რო გაიზარდა, თქვა, აი მე რატო აღარ ჩამოდის უკან, ხო, თქვა, ან ლარი რო გამყარდება, თქვა, ან რაღაც რო მოხდება, ხო? იმიტომ რომ თან აქ ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური დამოკიდებულებას და აღქმაც, ხო? რას აქცევ ჩვენ ამ შემთხვევაში ყურადღებას. რაღაცაზე ფასი რო გაიზარდა, ანუ საშუალოდ როგორც გითხარით, აი სამხარებლო კალათაში, თქვა, სურსათზე რო ფასი გაიზრდება, ჩვენ იქ ხა იქ კავშირგაბმულობის ხარჯი რო შეიძლება შეგვიმცირდეს, თქვა, 1 წლის ჭრილში. ამას იმდენად ყურადღებას არ ვაქცევთ, რადგანაც აი სურსათის გაძვირება, თქვა და პირველადი მოხმარების პროდუქციის გაძვირება იმდენად თრგუნავს ფსიქოლოგიურად, რომ გონია რომ ყველაფერზე ფასები იზრდება. და რა თქმა უნდა, საშუალოდ, როგორც წესი, როგორც გითხარით, საქართველოში ბოლო წლებში იყო ძირითადად ფასების ზრდა სხვადასხვა ტემპით. 2023 და 2024 წლებში არ გქონდა ჩვენ მაღალი მაჩვენებელი ინფლაციის, მაგრამ მანამდე იმდენად გაძვირდა ყველაფერი, რომ აი დღესაც აი ეს გაძვირებული ფასები გვაქვს და ამას ჩვენ ყოველდღიურად ხვდები და ყოველდღიურად ამას აღვიქვათ. ამ შემთხვევაში ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, თქვათ, რაღაცა სახელმწიფოს როლიც რა შეიძლება იყოს, როგორ უნდა შეზღუდოს სახელმწიფომ ეს ფასების ზრდა. რას აკეთებს ეროვნული ბანკი, რომლის მთავარი დანიშნულება არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინფლაციის შებოჭვა, იმისთვის რომ ფასები მნიშვნელოვნად აღარ გაიზარდოს. ამისთვის მას აქვს მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ანუ იგივე რეფინანსირების განაკვეთი, ანუ საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამსაზღვრელი. ეს არის დღეს 8%, რეფინანსირების განაკვეთი ჩვენთან არის 8%. ანუ ლარის ღირებულება ბანკმა რომ მოიზიდოს, ანუ ეროვნულმა ბანკმა რომ კომერციულ ბანკს ასესხოს, არის 8%. რაც ნიშნავს იმას, რომ ამაზე ნაკლებად ფულს ვერ ისესხებ ლარში. შესაბამისად, ეროვნული ბანკი რას აკეთებს ახლა ამით ამ საპროცენტო განაკვეთით? ვეცდები რომ ძალიან მარტივად აღიხსნათ და სირთულეებში არ შევიდე. ეროვნულმა ბანკმა რომ დააკლოს მაგალითად 8%-ს და გახდეს თქვა 6%. რა თქმა უნდა, ბანკები შემდეგ დაწევენ საპროცენტო განაკვეთებს სესხებზე, შესაბამისად ბიზნესს ექნება უფრო მეტი мотиваცია. რაღაცა რო იაპტება, ხო მეტი შეგვიძლია რომ ვიყიდოთ, იგივეა სესხებს. როგორც კი სესხებზე ფასი დაიკლებს, უფრო მეტი ადამიანი, უფრო მეტი ბიზნესი აიღებს სესხს, ანუ ხარჯვა გაიზრდება და ეს ხარჯვა იმდენად გაიზრდება, რომ ეს შემდეგ აისახება უკვე ფასებზე. როგორც თქვით ჩვენ, როდესაც ბევრი ფული აქვს ყველას ერთად, ან ხარჯვა იზრდება, ამ შემთხვევაში ფასებიც იზრდება და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ამან პირიქით ჰიპერინფლაციაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ შეისწავლოს ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა, თქვათ, ჩვენი საგარეო ვაჭრობა, რომელ ქვეყნებთანაც გვაქვს იქ რა მდგომარეობა, რა ფასებია საერთაშორისო ბაზარზე, თქვათ, ნავთობის, ხორბლის, შაქრის და ასე შემდეგ და ამის მიხედვით დაადგინოს ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც არის საჭირო იმ დროისთვის, რომ არც ინფლაცია გაიზარდოს დიდად და არც ეკონომიკურ ზრდას შეუშალოთ ხელი. ეხლა 8% რო 10%-მდე გაიზარდოს, იყო კიდეც ხო 2 წლის წინ ეს იყო 11%, მაგალითად დღეს რაც არის 8%. და რა ხდებოდა მაშინ? რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები სესხი გაიცემოდა, იმიტომ რომ უფრო ძვირი ღირდა, ხო, ამ სესხის აღება.
მოხმარება. ამით ეროვნული ბანკი ცდილობდა როგორც გითხრათ აი 21-22 წლებში მაღალი ინფლაცია რო ქონდა, შემდეგ უკრაინაში ომი რო დაიწყო 2022 წელს და ჩვენთან დოლარიც გაძვირდა, ლარის გაუფასურება დაიწყო და რაღაცა მნიშვნელოვნად მოხდა მოლოდინების გაუარესება, ეროვნულმა ბანკმა რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაზარდა ეს განაკვეთი, რომ ხარჯვა შეემცირებინა და მოხმარება შეემცირებინა და ასე ცდილობენ ამას მარტო ქართული ეროვნული ბანკი კი არ აკეთებს და საქართველოსი. ამერიკის თქვა ფედერალური სარეზერვო სისტემას, რომელიც იქაური ცენტრალური ბანკია, იგივე საკეთებს. ის ცვლის ამ საპროცენტო განაკვეთს იმის მიხედვით, თუ როგორია ქვეყანაში ინფლაცია და როგორია ეკონომიკური ზრდა. და რა თქმა უნდა, საჭიროა რაღაცა კარგი ბალანსი, იდეალური ბალანსი სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ას ეკონომიკაში არასდროს, იპოვოს ის ბალანსი, რომ ეკონომიკაც გაიზარდოს და არც ინფლაცია მნიშვნელოვნად არ გაიქცეს. რადგან როგორც თქვი, თუ საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბლა ჩამოდის, ჩვენ მოტივაცია გვიждდება, რომ უფრო მეტი სესხი ავიღოთ, მით უმეტეს ბიზნესებს და მეც ვაწარმოებთ, მეც ვხარჯავთ, რაც თავისთავად შემდეგ უკვე საშუალოდ ფასებზეც მოქმედებს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მთავრობის როლი, რომ მან იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და განვითარება იყოს სტაბილური და ინფლაცია თავისთავად იყოს სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს და დღეს სამიზნე მაჩვენებელი არის 3%. რა 3%-ია ახლა ეს? ეროვნულმა ბანკმა განსაზღვრა, რომ ჩვენი ეკონომიკის ნორმალური განვითარებისთვის მისაღები არის 3%-იანი საშუალო ინფლაცია. და როცა ვკითხულობთ, ხო თავშივე დავსვით კითხვა, სულ რატომ იზრდება ფასები? ეს ნელი ფასების ზრდა, რომელსაც ჩვენი შემოსავლები და ხელფასებით ეწევა და ჩვენი შემოსავლები და ხელფასებით ნელ-ნელა იზრდება, სამწუხაროდ საქართველოში ფასები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ჩვენი შემოსავლები, თუ ნელ-ნელა ჩვენი ხელფასების ზრდა ეწევა ფასების ზრდას, ეს არის ნორმალური განვითარება ეკონომიკაში. სამწუხაროდ ხო როგორც თქვით, ესე ხშირად არ ხდება და პირიქით ხდება, რომ ფასები უცებ გაიქცევა და ჩვენი შემოსავლები ვეღარ ეწევა ჩვენს ხარჯებს, რაც რა თქმა უნდა შემდეგ დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს და ეკონომიკურ პრობლემებს ხშირად რა თქმა უნდა მოყვება პოლიტიკური პრობლემები, ხო, ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც პირობებში მნიშვნელოვნად იზრდება ფასები, რა თქმა უნდა, მისი რეიტინგი ეცემა და შესაძლებელია შემდეგ ასეთი ხელისუფლება არჩევნებზე გადაირჩიონ კიდეც. და დემოკრატიულ ქვეყნებში ძირითადად ასე ხდება, რომ მაღალი ინფლაციის შემდეგ როგორც წესი ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას ცვლის. რატო გვაქვს 3%? საიდან მოვიდა ეს? ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს არის ძირითადად 2%. ნუ ჩვენთან მოგეხსენებათ პროდუქტიულობა შედარებით დაბალია და ეკონომიკური აქტივობაც შედარებით დაბალია და ჩვენ უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს ზრდის, ანუ ეკონომიკური ზრდის, რაც რა თქმა უნდა თავისთავად მოქმედებს ფასებზე, რადგან თუ ფასები არ იზრდება, როგორც წესი, მაგრამ აქ არ გულისხმობ მნიშვნელოვანს და ხო, ნელ-ნელა თუ ფასები იზრდება, ეს ეკონომიკურ ზრდას პირიქით ხელს უწყობს, როგორც გითხარით და საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების განისაზღვრა, რომ ჩვენთვის ნორმალური ინფლაცია იქნება 3%-ის ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ მთელი წელს გაჭიმული 3% უნდა იყოს. არა, შეიძლება იყოს ხან 2, ხან 4-ზე ავიდეს, მაგრამ საშუალო ინფლაცია უნდა იყოს 3%, როგორც გითხრათ, იმ სამხარებელ კალათის, რომელიც დადგენილია საქსტატის მიერ და წელს გვაქვს ჩვენ პოტენციალი, რომ აი ამ ნიშნულში დავრჩეთ, თუ რა თქმა უნდა, რაღაც სხვა პირობები არ შეიცვალა, რადგან როგორც გითხარით, ფასების ზრდაზე მით უმეტეს საქართველოში მოქმედებს გარდა ფულის ბეჭდვისა სხვა ფაქტორები. ეს ფაქტორებია მაგალითად იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება. ჩვენი სამხარებელ კალათის 80% შედგება იმპორტირებული პროდუქციისგან. ანუ ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რა ეღირება მაგალითად ნავთობი, ხო? ჩვენ ვერ ვაწარმოებთ ნავთობს, ვერც გაზს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რა ეღირება საერთაშორისო ბაზარზე და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში ნავთობი და გაზი. რა ეღირება ხორბალი, რომელიც ძირითადად უცხოეთიდან შემოგვაქვს. რა ეღირება შაქარი, ზეთი, კარაქი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ საქართველოს სოფლის მეურნეობა არ არის განვითარებული ისე, რომ შიდა მოთხოვნაც კი დააკმაყოფილოს, ამიტომ მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემოტანაც და აი სურსათის ფასზე, ხო, რაც ზეგავლენას ახდენს, ხო? ამის შემოტანაც კი გვჭირდება უცხოეთიდან. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ლარის კურსი ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში და ხშირად ჩვენ უყურებთ დოლარსაც, ხო? იმიტომ რომ ნავთობის ფასი ძირითადად დოლარში განისაზღვრება. ასევე მნიშვნელოვანია ნავთობი რა ეღირება საერთაშორისო ბაზარზე და ჩვენ ხშირად გვესმის, ხო, ახალ ამბებში, რომ ნავთობის ფასი რაღაცა საერთაშორისო ბირჟაზე გაიზარდა ან შემცირდა და იმ წუთში ვხვდებით, რომ აქაც ჩვენი ადგილობრივი ბენზინგასამართის სადგურები ან გაგვიძვირებენ, ან შეგვიმცირებენ ბენზინის და
დიზელის ფასს იმის მიხედვით თუ როგორია ლარის კურსი და როგორია საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი. ამიტომ ჩვენ სამწუხაროდ ხო ასეთი ეკონომიკა გვაქვს, როდესაც უფრო მეტად დამოკიდებული ვართ თქვათ იმპორტირებულ პროდუქციაზე. ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია შიდა კონკურენცია, ხო, როგორი კონკურენცია სხვა კომპანიებს შორის, სხვა იმპორტიორებს შორის. თუ თქვათ ორი იმპორტიორი ყავს რაღაც პროდუქციის, ხო, რა თქმა უნდა ის შეეცდება რომ ერთმანეთში გარიგება დადონ და არ იყოს მაღალი კონკურენცია და ფასებს უფრო მოუმატონ, თქვათ მაღალი მარჟა ქონდეთ უფრო მოგების, მაგრამ თუ არის სრულყოფილი კონკურენცია, ბევრი მოთამაშეა ბაზარზე, ბაზარი გახსნილია და ბევრს აქვს შესაძლებლობა რომ რაღაც პროდუქცია შემოიტანოს და გაყიდოს, რა თქმა უნდა ისინი კონკურენციაში შეეცდებიან რომ თავისი მოგების მარჟა შეამცირონ და შესაბამისად ამან შემდეგ იმოქმედოს ჩვენს იმაზე, რასაც ჩვენ ფასებში ვიხდით, ხო? მნიშვნელოვანი ასევე გადასახადები, DGG, საშემოსავლო გადასახადი. ეს გადასახადები ჩათვალეთ რომ შედის ყველა იმ პროდუქციის ფასში, რასაც ჩვენ მაღაზიაში ვყიდულობთ, ხო? ხშირად ხდება რომ შევალთ მაღაზიაში და რაღაცა დახვდება გაძვირებული და იმ წუთშივე აგრესია გვიჩნდება რაღაცა სუპერმარკეტზე რომელშიც შევდივართ ხო არა და საშუალო სუპერმარკეტებს როგორც წესი სუპერმარკეტი ხო აწესებს თავის მარჟას გარკვეულ პროდუქციაზე შაქარზე მაგალითად მოგების მარჟა გაცილებით დაბალია ვიდრე მაგალითად ყავაზე ყავაზე მოგების მარჟა მაღალი აქვს სუპერმარკეტს შაქარზე და ვთქვათ ფქვილზე შედარებით დაბალი ამით ის ცდილობს დააბალანსოს საშუალოდ 20%-იანი ვთქვათ ფასნამატი აქვს მას სხვადასხვა პროდუქციაზე და ეს ფასნამატი როგორც წესი საშუალოდ არ იცვლება. ამიტომ მაღაზიაში რაღაცა რო ძვირდება ეს მაღაზიის ბრალი კი არ არის. ეს არის იმის ბრალი რომ ვთქვათ სახელმწიფოში საკმარისი არ არის კონკურენცია ვერ ვაწარმოებთ საკმარისად ვთქვათ ჩვენს შიდა პროდუქციას ან ლარი არის გაუფასურებული და ამან გამოიწვევს სხვა კომპონენტები აძვირებს ამ პროდუქციას რომელიც საბოლოო ჯამში დახზე ხვდება და მესმის ფსიქოლოგიურად ეხლა მაღაზიაში რო შეხვედი გონია რომ ამ მაღაზიამ გაგიძვირა ეს მაგრამ საბოლოო ჯამში მაღაზია ამ თავის ვთქვათ მოგების მარჟას დიდად არ ცვლის ფასები დამოკიდებულია რა თქმა უნდა მწარმოებლებზე და მომწოვებლებზე როგორც იმპორტიორებზე ასევე ადგილობრივ მწარმოებლებზე ასე რომ როცა ფასები იზრდება ჩვენ სწორი მიმართულებით უნდა მივმართოთ ისრები და პრეტენზია უნდა გქონდეს არა ვთქვათ არა კერძო ბიზნესის მიმართ მაინც და მაინც არამედ პრეტენზია უნდა გქონდეს მთავრობის მიმართ რომელმაც ვერ უზრუნველყო ის რომ ფასები ვთქვათ ასე სწრაფად არ იზრდებოდეს ან და ის ემთხვეოდეს ვთქვათ ჩვენი ეკონომიკის ზრდა და ფასების ზრდა იყოს რაღაცა თანხვედრაში და ჰარმონიულად ვითარდებოდეს ეს ყველაფერი. როგორც თქვით, ფასები ფაქტობრივად სულ იზრდება. სხვა ტემპით და თავარი ამ შემთხვევაში რაც არის, რომ ჩვენი შემოსავლები ეწეოდეს ფასების ზრდას და უსწრებდეს კიდეც, რა თქმა უნდა, სასურველ სცენარში და შემთხვევაში, რადგან მაგალითად, როცა გვაქვს 100 ლარი, რომელიც შარშან გაცილებით მეტ პროდუქციას ყიდულობდა და წელს 100 ლარად უფრო ნაკლების ყიდვა შეგვიძლია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხარჯი გაიზარდა, ხოლო ეს 100 ლარი დაგვრჩა ისევ 100 ლარად, ხო? მაგალითად 1995 წელს, რასაც ყიდულობდა 1000 ლარი, 2023 წელს ამას უკვე ჭირდებოდა დაახლოებით 5000 ლარი. ანუ მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი ხარჯები. და ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ მნიშვნელოვნად არ გაგზრდოდა შემოსავალი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს, რომ ფასები შეიძლება სულ იზრდებოდეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნელი ტემპით და არა ჰიპერინფლაციის ან მაღალი ინფლაციის ფორმით და ორნიშნა ინფლაციით და მნიშვნელოვანია რომ ჩვენი შემოსავლები ეწეოდეს ამ ხარჯებს და ჩვენი შემოსავლები უსწრებდეს კიდეც ხშირ შემთხვევაში. ამისთვის რა არის საჭირო? ამისთვის არის საჭირო რომ მთავრობამ კარგად იმუშაოს, რომ შექმნას თამაშის წესები ბიზნესისთვის, რომ მას კონდეს თანაბარი თამაშის წესები იყოს ყველასთვის, არ ქმნიდეს რაღაცა მასთან დაკავშირებულ ბიზნესებს, ხელს არ უწყობდეს, თქვათ, მასთან დაკავშირებულ ბიზნესებს, რომ რაღაცებზე მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური ფასი კონდეს და სტაბილურად ზრდიდეს საქართველოს ეკონომიკას, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი შემოსავლების ზრდასაც გამოიწვევს. სამწუხაროდ ამის მაგალითი უახლეს ისტორიაში ხშირად არ გვაქვს, თუმცა თუ ავიღებთ რაღაცა განვლილ 20 წლიან პერიოდს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ფასები რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 20 წელიწადში, მაგრამ ჩვენი შემოსავლებიც იზრდებოდა. თუმცა არა იმდენად, რომ ეს ვთქვათ ფასების ზრდა დაებალანსებინა და რომ ჩვენი შემოსავალი საკმარისი ყოფილიყო
საშუალო შემოსავალზე აქ რა თქმა უნდა საუბარი, თორე ვიღაცა შეიძლება ძალიანაც გამდიდრდა, მაგრამ ვიღაცას იგივე შემოსავალი აქვს პირობითად დღეს რა თქმა უნდა 5 წლის წინ, მაგრამ მისი ხარჯები თითქმის გაორმაგებულია, ვიდრე ეს იყო 5 წლის წინ. ეს იყო დღევანდელი ვიდეო, რომელიც ეხებოდა ფასების ზრდას. იმედია მოგეწონათ, თუ მოგეწონათ ეს აუცილებლად გამოხატეთ და დაალაიქეთ ეს ვიდეო, ასევე გამოყევით 64-ის YouTube გვერდზე და სხვა პლატფორმებზე, Spotify-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე და რა თქმა უნდა, დაელოდეთ ჩვენს შემდეგ ვიდეოს, რომელიც ორ კვირაში აუცილებლად დაიდება.